მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში დაბრუნდა. აბაშაში საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომისა და გამგებლის შესარჩევი კომისიის ხელახლა შექმნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საკრებულოს შენობაში შესული 50-მდე მოქალაქე თავმჯდომარე დავით თოფურიასთან შეხვედრას ელოდება. საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აბაშის გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურის შესარჩევმა კომისიამ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი გოჩა ჭანტურია არასწორად შეარჩია. ადგილზე ჩვენი კორესპონდენტი ლაშა ზარგინავა მუშაობს, რა მდგომარეობა ამ წუთებში აბაშის მუნიციპალიტეტთან. ლაშა, ჩვენ პირდაპირ ეთერში ხარ, გისმენთ. ამ დრომდე პიკეტირებულია აბაშის საკრებულოს შენობა. შენობის შიგნით იყოფება ათეულობით ადამიანი, როგორც ისინი ამბობენ, დაშლას მანამ არ აპირებენ, სანამ მათი პირობები არ იქნება გათვალისწინებული. მათი მოთხოვნაა, რომ დაიშალოს და ხელახლა შეიკრიბოს საკონკურსო კომისია, რომელმაც შემდგომში უკვე უნდა იმსჯელოს აბაშის გამგებლის კანდიდატურებზე. მეორე მოთხოვნა კი არის ის, რომ გუშინ კონკურსის წესით შერჩეული კანდიდატურა, რომელიც კომისიამ შესთავაზა აბაშის საკრებულოს უკვე დასამტკიცებლად უახლოეს ხტომაზე, მისი კანდიდატურაზე ითქვას უარი და მხოლოდ ახალი კომისიის შემადგენლობით მოხდეს ახალი კანდიდატურების შერჩევა. ჩვენ ახლა შეგვიძლია აქციის მონაწილეების კომენტარები პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ. იმ დებულებაში, იმ კანონებში მომხდარიყო ის არჩეული ვინც წამოაყენეს გამგებლად, რომელიც არანაირად არ გადის იმ კანონებში. ესე უნდა ყოფილიყო უმაღლესი განათლებით, 3 წელი უნდა ყოფილიყო საჯარო მოხელეთი ნამუშევარი და უნდა ქონოდა კარგი დახასიათება. ამ პიროვნებას არავინ არ იცნობს. რო შევედი მეუფე პეტრესთან, წავიდა ზუსტად როგორც ნაციონალური მოძრაობის ბობოლებმა იციან, კითხვას მისვამდა და პასუხს თვითონ ცემდა მის დასმულ კითხვაზე. არანაირად არ დამალაპარაკა და მითხრა გოჩა ჭანტური არის ის პიროვნება, რომელიც მოვა აბაშის გამგებლად. მე უნდა გავატარო აბაშა მარტულში სააკაშვილის პოლიტიკა. როგორც თქვენ უკვე მოისმინეთ, გარკვეული პრეტენზიები არსებობს სასულიერო პირების მისამართითაც ამ პროცესში ჩარევის შესახებ. ჩვენ ამ წუთებში ვცდილობ დაუკავშირდეთ ჭყონდიდის ეპარქიას და რაიმე სახის კომენტარი მივიღოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე დღის მთავარ გამოშვებაში უკვე შემოგთავაზებთ საკრებულოს წევრების პოზიციას აღნიშნულთან დაკავშირებით. ვასილ, მადლობა. ზუგდიდიდან ლაშა ზარგინავა საუბრობდა.